ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რატომ მივირთმევთ ქათმის ფრთებს და არა გედისას, საქონლის ბურგერს და არა თაგვისას? ოდესმე გიფიქრიათ, რატომ სვავთ ძროხის რძეს და არა ღორისას? და საერთოდ, თუ დაფიქრებულ ხართ იმაზე, აქამდე რატომ არ დაფიქრებულ ხართ ამ ყველაფერზე? მეც არასდროს დავინტერესებულ ვარ ამ ყველაფრით, სანამ ერთმა შოკის მომგვრელმა გამოცდილებამ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ არ შეცვალა. იმის გასარკვევად თუ რა გადამხდა თავს წლები დავუთმე კვლევას, რამაც ერთ გასაოცარ აღმოჩენამდე მიმიყვანა. იმან, რაც აღმოვაჩინე, შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა, ჩემი ჯანმრთელობა და ბედნიერების განცდა. შედეგად დღეს 49 წლის ასაკში თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ, ვიდრე მაშინ, როცა ამასაკის ნახევრის ვიყავი. იმის გაგებაში, რომ დაგეხმაროთ თუ რა გადამხდა თავს, მინდა წარმოიდგინოთ, რომ სტუმრად ხართ სადილზე და გემრიელად მიირთმევთ საქონლის ხორცის ჩაშუშულს. საჭმელი კი ისეთი გემრიელია, რომ მასპინძელს რეცეპტს თხოვთ. მისი პასუხი კი ასეთია. საიდუმლო ხორცშია. თქვენ დაგჭირდებათ 3 ფუნტი კარგად შეზავებული golden retrieveri. ახლა კი ერთი წამით დაფიქრდით თქვენს ფიქრებსა და გრძნობებზე. დიდი ალბათობაა იმისა, რომ თქვენი დამოკიდებულება ხორცის მიმართ დრამატულად შეიცვალა, მაგრამ თავად ხორცი არა. მაშ რა მოხდა ისეთი, რამაც თქვენში ასეთი მძაფრი რეაქცია გამოიწვია? ეს არის კითხვა, რომლის დასმაც 25 წლის წინ დავიწყე, მას შემდეგ, რაც მსგავსი გამოცდილება გადავიტანე. თითქმის მსგავსი. ბევრი ადამიანის მსგავსად მეც გავიზარდე ძაღლთან ერთად, რომელიც მიყვარდა და ასევე გავიზარდე ხორცის ჭამაშიც. არასდროს მიფიქრია იმაზე, თუ რა უცნაური იყო ის ფაქტი, რომ მაშინ, როცა ჩემი ძაღლის შეჭმას არასდროს მოვისურვებდი, რეგულარულად მივირთმევდი იმ ცხოველების ხორცს, კვერცხსა და რძის პროდუქტებს, რომლებიც ჩემი ძაღლისგან დიდად არ განსხვავდებოდნენ. მე უბრალოდ არასდროს დავფიქრებულ ვარ იმაზე, თუ რატომ ჭამდი ზოგ ცხოველს და არა სხვებს. არასდროს მიფიქრია ცხოველების მიმართ ჩემს დამოკიდებულებაზე, რადგან როდესაც ხორცს, კვერცხსა თუ რძის პროდუქტებს მივირთმევდი, არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ცხოველებს ვჭამდი. რა თქმა უნდა, გარკვეულ დონეზე ვიცოდი, რომ ეს პროდუქტები მომდინარეობდა არსებებისგან, რომლებიც ოდესღაც ცოცხლები იყვნენ. მე მქონდა ეს ცოდნა გაცნობიერების გარეშე. თუმცა მე უბრალოდ ვერ ვაკავშირებდი ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბაქტერიით დაბინძურებული საქონლის ხორცის ჭამის გამო საავადმყოფოში მოვხვდი, ჩემს ცნობიერებაში ფუნდამენტური გარდატეხა მოხდა. ავად გახდომისას საქონლის ხორცის ჭამის გაგონებაზეც კი მზარავდა. უეცრად ხორცს დავუწყე ყურება არა როგორც საკვებს, არამედ როგორც მკვდარ ცხოველებს. საქონლის ხორცის ჩაშუშული არაფრით განსხვავდებოდა golden retrieveris ჩაშუშულისგან. როდესაც სამყაროს სხვა თვალით შევხედე ცხოველების სხეულის ნაწილებს ყველგან ვხედავდი, საითაც კი გავიხედავდი. სასურსათო მაღაზიის თაროებზე, ბაზრისკენ მიმავალ სატვირთო ავტომობილებში, სადილის ლანგრებზე თუ გასტრონომიის საყინულეებში. და ყველგან ადამიანები. ჩემსავით გონიერი და მზრუნველი ადამიანები ისე იდევდნენ ამ ხორცს პირში, თითქოს არაფერი ყოფილიყო. მე უნდა გამეგო თუ როგორ უნდა გამევლო მთელი ცხოვრება ისე, რომ ვერ დამენახა ის, რაც პირდაპირ ჩემს წინ იყო. და რატომ არ ავისურდა იმის მოსმენა, რაც სათქმელი მქონდა? მხოლოდ 2 წლეული შემდეგ, რაც დავასრულე ჩემი სადოქტორო კვლევა ხორცის ჭამის ფსიქოლოგიაში, მივიღე პასუხი. და აი რა აღმოვაჩინე. ირკვევა, რომ ადამიანთა უმეტესობა ცხოველებს ჭამს არა იმიტომ, რომ ეს გჭირდება, ან თუნდაც იმიტომ, რომ ეს ნამდვილად გვსურს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ამისთვის განგვაწყო ფართოდ გავრცელებულმა რწმენათა სისტემამ, რომელიც ჩვენი ცნობიერების მიღმა მოქმედებს და შესაბამისად ჩვენი გაცნობიერებული თანხმობის გარეშე. ხშირად ვარაუდობთ, რომ მხოლოდ ვეგანებსა და ვეგეტარიანელებს მოაქვთ თავიანთი მრწამსი სადილის მაგიდასთან. თუმცა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბევრი ჩვენგანი ჭამს მაგალითად ძროხას და არა ძაღლს, არის ის, რომ ჩვენ ნამდვილად გაგვაჩნია რწმენათა სისტემა, როდესაც საქმე ცხოველების ჭამას ეხება. როდესაც ცხოველების ჭამა არ არის აუცილებლობა, რაც დღეს მსოფლიოში ბევრი ადამიანის შემთხვევაა, მაშინ ეს არის არჩევანი. არჩევანი კი ყოველთვის რწმენებიდან მომდინარეობს. ასე რომ ჩემო კვლევამ გამოავლინა, რომ არსებობს უხილავი რწმენათა სისტემა, რომელიც გვაიძულებს გარკვეული ცხოველების ჭამას. და ამ სისტემას მე კარნიზმი ვუწოდე. კარნიზმი. უჩინარი რწმენა იმის, რომ გარკვეული ცხოველების ჭამა შეიძლება. კარნიზმი ყველგანაა. მთელს მსოფლიოში ხორცის მჭამელ კულტურებში ადამიანები მილიონობით სახეობიდან მხოლოდ რამდენიმე ცხოველს მიიჩნევენ საკვებად. ყველა დანარჩენი მათთვის უგემური ან შემოძრწუნებელია. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა ცხოველს ჭამენ, ყველა მაინც ერთნაირად ფიქრობს. საკუთარი არჩევანი გონივრული ჰგონიათ, სხვების კი საზიზღარი და ხშირად შეურაცხმყოფელიც კი.
კარნიზმი გავს უზარმაზარ ნისლს, რომელიც გარს გვაკრავს. ყველაფერში აღწევს და მთელ სამყაროს ბურუსივით ფარავს. ამასთან კარნიზმი ძალადობრივი სისტემაა. ხორცის მოპოვება ძალადობის გარეშე შეუძლებელია, ხოლო კვერცხისა და რძის წარმოება ცხოველებს უდიდეს ზიანს აყენებს. დღესდღეობით კვერცხისა და რძის ინდუსტრია შეიძლება ყველაზე სასტიკიც კი იყოს ყველა სხვა კარნისტულ ინდუსტრიას შორის. ისეთი ძალადობრივი სისტემები, როგორიც კარნიზმია, თავს თავდაცვის მექანიზმებით ინარჩუნებენ. სწორედ ამ მექანიზმების გამოა, რომ გონიერი და კეთილი ადამიანები მონაწილეობენ არაჰუმანურ პროცესებში ისე, რომ ბოლომდე ვერც კი აცნობიერებენ თუ რას აკეთებენ. ეს თავდაცვითი ბარიერები მალავს სიმართლეს მეცხოველეობის შესახებ და ამახინჯებს იმას, რისი დანახვაც შეგვიძლია. საბოლოოდ, ჩვენ მხარს უჭერთ სისტემას, რომელიც სხვა შემთხვევაში ალბათ ჩვენთვის სრულიად მიუღებელი იქნებოდა. კარნიზმის მთავარი თავდაცვითი იარაღი უარყოფაა. ეს სისტემა სიმართლეს იმით მალავს, რომ მას უბრალოდ უხილავს ხდის. ერთ-ერთი გზა, რის საშუალებითაც კარნიზმი ჩრდილში რჩება, არის ის, რომ მას თავისი სახელი არ ჰქვია. სწორედ ამიტომ ცხოველების ჭამა ჩვენთვის ჩვეულებრივი მოცემულობაა და არა გაცნობიერებული არჩევანი. კარნიზმი უხილავობას კიდევ ერთი გზით ინარჩუნებს. ის თავის მსხვერპლს ჩვენი თვალთახედვის არიდან შორს მალავს, რაც მათ საზოგადოების ცნობიერებიდან აქრობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ხედავთ ფერმის ცხოველების შინაგან სამყაროს, ისინი სინამდვილეში გონიერი და გრძნობების მქონე არსებები არიან. მაგალითად, ღორები ინტელექტით სულ მცირე 3 წლის ბავშვს არ ჩამოუვარდებიან. ძროხებს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ღრმა და მტკიცე კავშირების დამყარება შეუძლიათ. მაგალითად, როდესაც მათ შვილებს ძალით ეშორებენ, მათ შეუძლიათ კვირების განმავლობაში იტირონ და იგლოვონ. ქათმებს შეუძლიათ ერთმანეთის სასამდე სხვადასხვა სახე გაარჩიონ. მათ ასევე 30-მდე სხვადასხვა ხმოვანი სიგნალი აქვთ საფრთხის შესატყობინებლად. მეცნიერებმა ისიც დაამტკიცეს, რომ თევზებსა და კიბოსნაირებსაც აქვთ ინტელექტი და ტკივილის რეცეპტორები. სწორედ ამიტომ ზოგიერთ ქვეყანაში უკვე კანონითაა აკრძალული თევზების პატარა აკვარიუმში ყოლა და ლობსტერების ცოცხლად მოხარშვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ იმ ქარხნებს, სადაც ცხოველები საკვებად იქცევიან, ეს ეგრეთ წოდებული ფერმერები აწარმოებენ იმ ხორცის, კვერცხისა და რძის პროდუქტების დაახლოებით 98%-ს, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ. სინამდვილეში მთელ მსოფლიოში 124,000 ფერმის ცხოველი იკვლება. ოღონდ არა ყოველ დღე, ან ყოველ საათში, არამედ ყოველ 1 წუთში. მაგრამ დაფიქრდით, ამდენი მილიონი ცხოველიდან რამდენი გინახავთ საკუთარი თვალით? საბოლოო ჯამში სიმართლის დამალვა ხორცის, კვერცხისა და რძის წარმოების შესახებ სწორედ ისაა, რაზეც კარნიზმი ყველაზე მეტად დგას. ამიტომ ამის გაცნობიერება აუცილებელია იმისთვის, რომ ამ სისტემისგან თავი დავიხსნათ. ახლა ვაპირებ გაჩვენოთ 2-წუთიანი ვიდეო ცხოველთა ფაბრიკების შესახებ. ვიცი, რომ ამ კადრების ყურება შეიძლება რთული იყოს, მაგრამ მაინც მოგიწოდებთ თვალი არა არიდოთ. მე მჯერა, რომ ის ძალა, რომელიც გაცნობიერებას მოაქვს, ნამდვილად ღერს ამ ხანმოკლე დისკომფორტად. ამას მეუნება ათასობით მზად მყოფი ადამიანი, ვინც კარნიზმის ნისლის მიღმა სიმართლე დაინახა. ღორის ხორცი. პატარა გოჭებს ფერმერები კასტრაციას უკეთებენ და სათესლე ჯირკვლებს აცლიან. როდესაც ღორები საბაზრო წონას მიაღწევენ, ისინი დასახოცად გაყავთ. სასაკლაოზე ღორებს თავდაყირა კიდებენ და ყელს ფადრავენ. ამ პროცედურის არასწორად შესრულების გამო შეიძლება ღორებს სიკვდილამდე ბოლო წუთების გატარება ტანჯვაში მოუწიოთ. კვერცხები. რადგან მამლები კვერცხებს აარდებენ და მარკეტისთვის დამაკმაყოფილებლად სწრაფად ვერ იზრდებიან, ისინი გამოჩეკვისთანავე რამოდენიმე საათში იკვლებიან. დედლებს უარესი ბედისწერაელით. ფერმერები მჭრელ დანადგარს ან ლაზერს იყენებენ, რათა მათი ნისკარტის ნაწილი მოჭრან. მეფრინველეობა. სასაკლაოზე ფრინველებს თავიანთი ბუდი დანაგდებენ. შემდეგ კი მოძრავ მექანიზმზე ფეხებით თავდაყირა კიდებენ. შემდეგ კი ისინი მჭრელ მექანიკურ ხერხთან გადიან, სადაც მათ ყელს ჭრიან და მალევე მათ კისრიდან სისხლისდით. რძის პროდუქტები. ხბოებს ძალით სტაცებენ დედებს და ძალადობრივად კლავენ. რძის პროდუქტების უმრავლესობა დღეს ფაბრიკული ძროხების ფერმებისგან მოიპოვება. ფერმერები პატარა ძროხებს მტკივნეულად ასახიჩრებენ და ამპუტაციას უკეთებენ. ძროხის ხორცი. სასაკლაოზე საზარელი პრაქტიკების გამო უამრავ ძროხას ყელს ფატრავენ. მათ კიდურებს კვეთენ, მანამ სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ზღვის პროდუქტები.
მასიურ მატყუარაბადეებს ათასობით ტონა თევზი და სხვა მრავალი წყლის ბინადარი ამოყავს ოკეანის ფსკერიდან. შემდეგ მათ ნაპირზე ყრიან. იქ კი ზოგი დახჭობას ებრძვის, ზოგიც კი სიკვდილამდე დამტვრეულია. მადლობა. ვიცი რომ ამ კადრების ნახვა ადვილი არ არის. საბედნიეროდ რთული ნაწილი უკვე უკან მოვიტოვეთ. სინამდვილეში სწორედ თქვენნაირი ადამიანების დამსახურებით, ვინც მზად აღმოჩნდა კარნიზმის მწარე სიმართლისთვის თვალი გაესწორებინა, ხორცის, კვერცხისა და რძის ინდუსტრია შესუსტდა. ამიტომ აგრობიზნესმა ყველაფერი გააკეთა თავისი მოგების შესანარჩუნებლად. ისინი ახლა ცდილობენ დაგვარწმუნონ, თითქოს შეგვიძლია ვჭამოთ ისეთი ცხოველები, რომლებიც ბედნიერები არიან, რომ ჩვენს საკვებად იქცნენ. ისინი გვთავაზობენ ეგრეთ წოდებულ ჰუმანურ ან ბიოხორცს, კვერცხსა და რძეს. თუმცა ჰუმანურად გაზრდილი ცხოველების უმეტესობაც ისეთივე ტანჯვაში ცხოვრობს, როგორც მათი არაჰუმანურად გაზრდილი თანამოწმეები. საბოლოოდ კი ყველა ფერმის ცხოველი ზუსტად ერთსა და იმავე ადგილას ასრულებს სიცოცხლეს. ჰუმანური ხორცი. ეს ცნება იმდენად აბსურდულია, რომ შეურაცხყოფაა ნებისმიერი მომხმარებლისთვის, ვინც კი ერთ წამს მაინც დაფიქრდება საკუთარ არჩევანზე. მაგალითად უმეტესობა სასტიკად მოგოჩვენებოდა ბედნიერი და ჯანსაღი გოლდენ რეტრივერის მოკვლა მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს მისი ფეხების გამო მოსწონს. თუმცა როცა ზუსტად იგივე სხვა ცხოველებს უტარდებათ, გვაიძულებენ დავიჯეროთ, რომ ეს უბრალოდ ჰუმანურია. კარნიზმის სიმართლეს მალავს არა მხოლოდ ცხოველებზე, არამედ ამ სისტემის ადამიან მსხვერპლზეც. ანუ ჩვენზე. და ცხოველური დიეტა. ის, რასაც კარნიზმი გვაიძულებს. დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ და მომაკვდინებელ დაავადებებთანაა დაკავშირებული. ამავდროულად მცენარეული კვება, რომლის წინააღმდეგაც კარნიზმი განგვაწყობს. პირიქით დაავადებებს კურნავს, ჯანმრთელობას აუმჯობესებს და სპორტულ შედეგებსაც კი ზრდის. გარდა ამისა, კარნიზმი გვაიძულებს დაუბლოკოთ ჩვენი ცნობიერება და ემპათია. თვისებები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი, ისე მთელი სამყაროს კეთილდღეობისთვის. კიდევ ერთი თავდაცვის მექანიზმი გამართლებაა. კარნიზმი გვასწავლის, რომ ხორცის, კვერცხისა და რძის შესახებ არსებული მითები სინამდვილედ მივიღოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სისტემა გვაჯერებს გამართლების სამ მაგალითს. რომ ცხოველების ჭამა არის ნორმალური, ბუნებრივი და აუცილებელი. მაგრამ დაფიქრდით, ეს ხომ ადრეც არაერთხელ მოგვისმენია. ამბობდნენ, რომ მონობა იყო ნორმალური, ბუნებრივი და აუცილებელი, რომ კაცის დომინირება ქალებზე იყო ნორმალური, ბუნებრივი და აუცილებელი, რომ ჰეტეროსექსუალი უპირატესობა იყო ნორმალური, ბუნებრივი და აუცილებელი. კარნიზმის მითები ინსტიტუციონალიზებულია. მათ მხარს უჭერს და ავრცელებს ყველა ძირითადი სოციალური ინსტიტუტი, რომლებიც ამ მითებს შემდეგ ჩვენგან მოგცემენ. ასე ხდება კარნიზმი ჩვენი საზოგადოების საფუძვლების ნაწილი. როდესაც ასეთ სისტემაში ვიბადებით, ჩვენ მას შინაგანად ვითვისებთ. ჩვენში ვილექავთ როგორც კარნიზმის მითებს, ისე მის პროდუქტებს. ჩვენს გონებაში კარნიზმი ნისლს წარმოქმნის, რომელიც გვიმახინჯებს წარმოდგენას ხორცზე, კვერცხზე, რძეზე და იმ ცხოველებზე, რომლებსაც მივირთმევთ. მაგალითად, კარნიზმი გვასწავლის, რომ ცხოველები ჩვენს გონებაში და შესაბამისად ჩვენს გულებშიც მკაცრ კატეგორიებად დავყოთ. ის გვაიძულებს ფერმის ცხოველებს შევხედოთ როგორც ობიექტებს, როგორც ნივთებს და არა ცოცხალ არსებებს. კარნიზმი გვასწავლის, რომ ისინი მხოლოდ აბსტრაქციებად აღვიქვათ, რომლებსაც არც ინდივიდუალურობა გააჩნიათ და არც ხასიათი. ჩვენთვის ღორი უბრალოდ ღორია და ყველა ღორი ერთნაირია. ამდენი ცხოველი კვდება ფერმაში ყოველ 7 წუთში ერთხელ. მაგრამ ის ფაქტი, რომ კარნიზმს ასეთი რთული თავდაცვის მექანიზმები სჭირდება, სინამდვილეში კარგი ამბავია. ეს ამ სისტემის რეალურ სისუსტეზე მიუთითებს. დაფიქრდით, ჩვენ ხომ ზრუნავთ ცხოველებზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლიანობა. კარნიზმი კი სწორედ ჩვენს გულგრილობაზეა დამოკიდებული და მთელია სისტემა სიცრუეზე დგას. ამიტომ კარნიზმს სჭირდება, რომ მისი საქმე ჩვენვე ვაკეთოთ. თვალი დავხუჭოთ სიმართლეზე და წინააღმდეგობა გავუწიოთ იმას, რაც სინამდვილეში გაგვათავისუფლებდა.
გაცნობიერებას. გაცნობიერება არის სინათლე, რომელიც კარნიზმის ნისლში აღწევს და ანათებს იმ ბნელ სიმართლეს, რომლის დამალვასაც სისტემა ასე მონდომებით ცდილობს. გაცნობიერება ფანტავს ბუროს ჩვენს გონებაში, აქრობს ჩვენს გულებზე დაფენილ ჩრდილს და ათავისუფლებს ჩვენს ბუნებრივ ემპათიას, რომელიც შიგნიდან გვანათებს. გაცნობიერება კარნიზმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ვიცით სიმართლე, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც ჩვენს რეალურ ფიქრებსა და გრძნობებს ეფუძნება და არა იმას, რაც სხვებმა შთაგვაგონეს. მხოლოდ გაცნობიერების შემდეგ ხდება ჩვენი არჩევანი ჭეშმარიტად თავისუფალი. გაცნობიერების გარეშე თავისუფალი არჩევანი არ არსებობს. ადვილია იფიქრო, რომ პრობლემა იმდენად დიდია, რომ შენს ინდივიდუალურ მცდელობას აზრი არ აქვს. ან რომ სისტემა არასდროს შეიცვლება. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ყოველი ჩვენი არჩევანი ცვლის რეალობას, როგორც სხვებისთვის, ისე ჩვენთვის. ხოლო ისტორია ისევ და ისევ გვიჩვენებს, რომ გაცნობიერება არის კარი, რომელიც სოციალური ტრანსფორმაციისკენ მიდის. როდესაც კეთილსინდისიერი ადამიანები სიმართლეს თვალს უსწორებენ, ისინი ცვლილებას ითხოვენ. და ეს ძლიერი ცვლილება სწორედ ახლა ხდება მთელს მსოფლიოში. სულ უფრო მეტი ადამიანი თავისუფლდება კარნიზმისგან და ამბობს არას. ვეგანური მოძრაობა, რომელიც კარნიზმის საპირწონეა, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური სამართლიანობის მოძრაობაა. რა თქმა უნდა, კარნიზმი ასე იოლად არ ნებდება. ის საპასუხო დარტყმაზე გადადის და იყენებს დეზინფორმაციას, მითებსა და დაშინების ტაქტიკას, რათა სცადოს ვეგანური გზავნილის გაუფასურება. მაგრამ მიუხედავად იმისა, რის დაჯერებასაც კარნიზმი ცდილობს, ვეგანობა ყველასთვის განკურნების გზაა. ვეგანური მოძრაობის მიზანია შექმნა სამყარო, რომელიც დაფუძნებული იქნება თანაგრძნობაზე და არა სისასტიკეზე, ემპათიაზე და არა გულგრილობაზე, გულწრფელობაზე და არა სიყალბეზე, სამართლიანობაზე და არა ჩაგვრაზე. ასე რომ გაცნობიერების გზით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ უკეთესი სამყარო ყველა არსებისთვის, როგორც ადამიანებისთვის, ისე ცხოველებისთვის. გაცნობიერებით ჩვენ შეგვიძლია გადავაბიჯოთ კარნიზმ. შეგვიძლია შევამციროთ და იდეალურ შემთხვევაში ერთ დღესაც სრულიად ამოვიღოთ ჩვენი რაციონიდან ხორცი, კვერცხი და რძე. ჩვენ შეგვიძლია მეტი ვისწავლოთ კარნიზმსა და ვეგანობაზე, რათა გავხდეთ უფრო ინფორმირებული და ძლიერი მოქალაქეები. და ერთი მარტივი რამ, რისი გაკეთებაც ახლავე შეგიძლიათ ამ ვიდეოს გაზიარება ყველასთვის, ვისაც კი იცნობთ. მიუხედავად იმისა, თუ რა მიირთვით გუშინ ვახშამზე, თქვენ ხდებით ამ გამოსავლის ნაწილი მხოლოდ ერთი კლიკით. ღილაკზე გაზიარება. მადლობა, რომ გვეხმარებით კარნიზმი ხილული გავხადოთ და ასევე იმისთვის, რომ გვეხმარებით ის წარსულს ჩავაბაროთ.